მეორე დღე შეფასებების თემა რუსი პრანკერების მიერ ტელეგრამ არხებზე გავრცელებული ვიდეო მათი განცხადებით რუსი ოპოზიციონერის გარი კასპაროვისა და პეტრო პოროშენკოს სახელით საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და ყოფილ სახალხო დამცველს უჩან ანუაშვილს დაურეკეს. დამონტაჟებული მასალის მიხედვით პრანკერები დაინტერესდნენ ვინ დგას საქართველოში მიმდინარე პროტესტების უკან, რომელიც უკვე მეხუთე თვე არ წყდება. ასევე განიხილეს ამერიკის საგარეო პოლიტიკა და მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების წყაროები. გავრცელებულ ვიდეოში კითხვებზე სალომე ზურაბიშვილი პასუხობს, რომ თანხები მოდიოდა USAID-ისგან და ევროპული ფონდებიდან, ევროპელები კი საკმაოდ ნელა მოქმედებდნენ. ექს-პრეზიდენტი იმასაც ამბობს, რომ ოპოზიციას ახლა კრიტიკულად აკლია თანხები. პრანკერები დაუკავშირდნენ ასევე უჩან ანუაშვილსაც, ყოფილ სახალხო დამცველს, რომელიც ამ ეტაპზე არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტს ხელმძღვანელობს. პრანკერების ინფორმაციით ანუაშვილმა დასაფინანსებლად რამდენიმე პროექტი გაუგზავნა. გავრცელებულ ჩანაწერში ყოფილი ომბუდსმენი რუსთაველზე განვითარებულ პროცესებზე საუბრისას ამბობს, რომ ყავთ ისეთივე არაფორმალური, არაოფიციალური ქვედანაყოფი, როგორც უკრაინაში მაიდის მოვლენების დროს იყო. სალომე ზურაბიშვილს გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია, მან ამ თემაზე დასმულ შეკითხვას არ უპასუხა. სალომე ზურაბიშვილს კითხვებზე პასუხი აქვს ნამდვილად გასაცემი იმ კითხვებზე, რომელიც საზოგადოების მხრიდან არსებობს და თუ ეს ჩანაწერები შესაბამისად არის სიმართლე, კიდევ ერთხელ დადასტურდება, რასაც ქართული აზრობის გუნდის წევრები არაერთხელ ვამბობდით და ვაცხადებდით, რომ ადამიანები, რომლებიც კოლექტიურ ნაცნობაზრაობაში არიან გაერთიანებული, უცხოური სახელი და გვარის მქონე ადამიანების შესახებ, როდესაც გაიგებენ ინფორმაციას, მაშინვე ცდილობენ, რომ მათგან თანხები მიიღონ და მერე ეს ყველაფერი მოახმაროთ ჩვენს ქვეყანაში არეულობას და ჩვენ ქვეყანაში დესტაბილიზაციაში შემოტანის მცდელობები გქონდეთ. ის რაც ვიხილეთ ჩვენ გუშინ, ჩვენ ამაზე ძალიან დიდი ხნის წინ საუბრობდით, რომ საქართველოს მორჩილებისათვის საკმაოდ დიდი თანხები იხარჯება და გარედან იწერება სცენარი და შიგნიდან ამისათვის მოძებნეს გარკვეული ჯგუფი აგენტურისა. სწორედ ამიტომ იყო საჭირო გამჭვირვალობის შესახებ კანონი, სწორედ ამიტომ იყო საჭირო გრანტების შესახებ კანონი და ასევე სწორედ ამიტომ არის საჭირო, რომ ქვეყანას კონდეს სამშობლოს ღალატის შესახებ მუხლი. ისე რომ მე ვფიქრობ, ის რაც დღეს ვიხილეთ ჩვენ, ეს არის მორიგი აღიარება. აქ უკვე ახალი არაფერია, სახეები უკვე ცნობადია, მათი მიზანიც უკვე დიდი ხნის დაცნობია საზოგადოებისათვის, ისინი გაშიფრულები არიან.